დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან დიდი ნაბიჯებით უახლოვდება ნატოს იმ სტანდარტებს, რომლებიც მიღებულია მაღალ განვითარებული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში. შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ახალგაზრდა ოფიცრები, რომლებიც ამთავრებენ სასწავლებლებს, კერძოდ კი სამხედრო აკადემიას, ისინი ვითარდებიან ზუსტად ამ სტანდარტების მიხედვით. ნატოსთან სწრაფვა ნიშნავს სტანდარტებთან მიახლოებას. თითქმის ყველა მაღალ განვითარებული ქვეყნის შეიარაღებული ძალები მომზადებულია ამ სტანდარტების მიხედვით და ზუსტად ამ სტანდარტებს იყენებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ჩვენ მონაწილეობთ რა. ჩვენ გვინდა, რომ ზუსტად აი ამ სტანდარტების მიხედვით განვითარდეთ. არა, სახელმწიფო არჩევანი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჯარიც მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, თვითონ შეიარაღებული ძალები მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვითონ აი სტანდარტები, რაზეც ვისაუბრეთ, უფრო ეფექტურია ვიდრე სხვა დანარჩენი.